ისმის ხმები იმის თაობაზე, რომ რუსეთი შეიძლება გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. ჩვენ ასეთი ტიპის განცხადებები მოვისმინეთ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ლიდერების მხრიდან ბოლო ხანს გამართული მოლაპარაკებების ფონზე. მთავარი ხელშემშლელი გარემოება, რის გამოც რუსეთის ფედერაცია ვერ ხდებოდა აქამდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, იყო ის ვეტოს უფლება, რომელსაც საქართველოს აქტიურად იყენებდა. მე მაინტერესებს მოვისმინოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფორმაცია, მართლაც ადგილი აქვს თუ არა რაიმე ტიპის ფარულ კომპეტენციალურ მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებებს შორის. ასეთი ტიპის მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა მე გამიჩნდა მას შემდეგ, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ აღმოჩნდით ფაქტის წინაშე, როდესაც ყველასათვის ცნობილი გახდა პოსტფაქტუმ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე, რომ გახსნილი იყო ლარსის სასაზღვრო გამხსნელი პუნქტი. შეიძლება უკეთესი იყოს, რომ უშუალოდ პარლამენტში, ასე ვთქვათ, დაიბაროთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ადგილზე მოусმინოთ ინფორმაციას, როგორც ეს ამას წინათ გაკეთდა იმავე ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლარსს, მე უბრალოდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ არანაირი პოსტფაქტუმ აქ არ ყოფილა, უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველა ჩვენგანი ამ საბჭოს სხდომაზე ვსჯელობდით.